მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გამოვედით ახალი ვლოგის გადასაღებად. ეს არის პირველი ვლოგი იმის მერე რაც ჩამოვედით დუბაიდან. მინდა გითხრათ დღეს ჩვენს ვიდეოში ნახავთ პირველად ჩემ ახალ CLS. მინდა გითხრათ არის ძალიან განსხვავებული ფერის. ეს არის ბურგუნდი მეტალიკი. ასევე მინდა გითხრათ რომ არის უკანა წამყვანი. ნახავთ კიდე ვიდეოში ცოტას მოვადრიფტავებ აქაც მერე. რა მინდა ახლა გითხრათ ამ მანქანაზე, რავი, განსაკუთრებული ისეთი რამე არ აქვს. სტოკი იყო ჩამოსული, სტოკის არის ახლა. მე ჩემით გავაკეთე ტუჩი ვიყიდე, უფრო აგრესიული რო გამხდარიყო. სარკის ხუფები ვიყიდე. ასევე ჭერი მინდა გავაშავო რა და მაგაზეც ვფიქრობ, ჯერჯერობით ვფიქრობ რა, რავი. თუ იქნება რავი, ლამაზი ეგეც არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რო გავაშავო, ცოტა ვიდს მისცემს რა. კიდე რა მინდა ვთქვა ახლა, ამ მანქანაზე, ვოსენის დისკები აქვს, ცოტა აქედან რო გამოხვიდე ნახავ ამ ვოსენის დისკებსაც. ფლიანეცები უყენია, გამოწეული არის წინაც და უკანაც. კიდე, ის არის ასე 550 არის. ამასაც ნახავთ, წინა ვიდეოშიც ნახავდით. არა, წინაში არა, იმიტომ რომ წინაში დუბაიში ვიყავით რა და არის ასე 550 და იქით კოპალას M4 დგას. გეცოდინებათ ლუკა, მე რო ერთხელ ქორწილში ვიყავი, ლუკამ გადაიღო ებლოგი. მაგ დროს M2 ყავდა ლურჯი, უეჭველი იცით და ეხა ყავს M4 convertible. ანუ კაბრიო არის. ვიძემე ძალიან, მაგრამ ევასება თან კუპე და თან წითელი სალონით ჩემი ჩემი რაღაცა ის არის რა, აი თეთრი წითელი მევასება, შავი წითელი მევასება. აი ესეთი წითელი შავი მევასება, ძალიან მაგრამ ევასება რა, როცა რაღაცა გამორჩეული მანქანას აღებ რაღაცა кайფობ. ერთადერთი მე როგორც ვიცი ხოვაზე ხარ, რომ 250 კილოთი მძიმე არის, უბრალო M4-ზე და რავი. ვისაც კაბრიოები მოსწონს, მგონია ეგ მაგისთვის არაფერი ისეთი არ იქნება რა. CLS-ზე, რავი, რა შემიძლია ვთქვა, უკან სპოილერი აქვს, წამოგაჩვენო. ეგ სპოილერი მოყვა ამ მანქანას. ეს ზოლები მე გავაკეთე, რავი, არ ვიცი უხდება თუ არა, ყველა ამბობს რომ არ უხდებაო. აუწერეთ კომენტარებში რომ არ უხდება. აქ ჩემი ინსტაგრამი დავაკარი. უკანა შუში სპოილერი მე თვითონ გავაკეთე. ესეც მოახსნევინეთ იძულებით თუ შეიძლება ეს და ის. ხო, 63 ესი იქნება. ეს არ არის, მაგრამ იქნება. აქაც მე დავაკარი კარბონის პლიონკა, რასაც ეძახით, რავი, აქაც ორი ზოლი და აქ ეს კიდე მოყვა უკვე, მისახედი არის. სამწუხაროდ ბაჩოკებს და იმერებს ვერაფერს ვერ ვსვლი, ხმაც ყველაფერი სტოკი აქვს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ახალი კანონი რო შემოვიდა, ვნახე Facebook-ში იყო დაწერილი, რომ შევიკრიბოთო ყველაო და გავიდეთო რა. და რავი, მეც ავიღე, რავი, გვერდში დაუდექი და რეალურად სიტუაცია ისეთი იყო, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა, რომ აი ასე თითზე დაითვლიდი რა. მე პირადად მახსოვს, ეხა იყო გამოსული ბუბუ იყო, ყვარელაშვილი, ჩვენი მეგობარი თეთრი M6-ით ფურცელაძე გიო, მე ნოე იყო გაგნიძე, კოლტი რო ყავს და რავი, სასტავი ვაფშე არ გამოვიდა რა და Facebook-ში კიდე ყველა იჭიმებოდა, რომ აი რაღაცა მიტინგი უნდა გავაკეთოთო ჩვენიო რა და რავი, მე ვიყავი და ხალხი არისო რა და რეალურად რავი, ყველა Facebook-ში წერდა ძალიან ცუდი კანონია, უნდა შეიცვალოს და დეციბელებით გაზომონ რაღაცეები და რავი, მე პირადად ვფიქრობ, რომ რაღაცა სხვა კანონი უნდა შემოიტანოს, სადაც გექნება საშუალება ვიზუალურად მოხოდო მანქანა, ცოტა ხმაც ჰქონდეს, მაგრამ რავი, შეიძლება დააწესონ, რომ აი მაგალითად ცხრის მერე შენ თუ გაკეთებული ხმა გაქვს, არი ხმაურო და всё ეგ არის რა. მაგრამ მარტივად, კაროში, წყლის ტრუბებით ვისაც გაქვს ბაჩოკები გაკეთებული და ემის იმენა იმის ელიავას თავებით, კაროჩე რა მექენით რა, შეცვალეთ რაღაცა და ხო, ჩემი სტოკი არის, სტოკი 63 ესი მყავს მე ხა. მე არაფრის შეცვლა არ მიწ. ხო,
ერთადერთი პროსტა მე მევასება, აი აქ ცოტა გამოწეული დიფუზორი რო აქვს და ორ-ორი AMG-ის გლუშიტელი, მაგრამ ნუ ეგეც რავი, კანონი რო შეიძლება პირველივე მეგავარდები და მეგავაკეთებ მაგაზე და მე რას გინდა დაწერეთ, რომ სოფლელი არისო, ვინ აკეთებს 6 ცილინდრიან CLS-ზე მასეთ რაღაცებს, მაგრამ მე გავაკეთებ რა. ბაჩოკები მოჟნა ლოგო არა. ბაჩოკები მოჟნა ლოგო არა. ხო და? ნუ იტოქში რა, ეხლა რისი თქმა მინდა. მე პირადად ძალიან მომეწონა ეს მანქანა, კომფორტულად დადის. რავი, საკაიფოდ დადის, ეხლა ამ მანქანას ვერ მოთხოვ ხუაზე ხარ 8 ცილინდრიანი ვითი ფრინოს და რავი, ჭექა ხუხილის ხმა კონდეს, მაგრამ ნუ თავისას აკეთებს. ცოტა დრიფტში უჭირს, ეხლა თავისთავად, იმიტომ რომ წონა აქვს დაახლოებით ტონა 700-დან ტონა 800-მდე რაღაც მასეთი წონა აქვს და უჭირს რა, ეხლა თავისთავად ასეთ მძიმე მანქანას 8 ცილინდრიანი რო ყოფილიყო და უკანა მგონია რომ ვაფშე მაგრა წავიდოდა, მაგრამ მაინც რა, ეხლა 550-ისგან განსხვავებით ძალიან არ ჩამოუვარდება რა 550-ს რა, დადის რა თავისას შვება ეხლა რა და თან სტოკი არის რა, თავისი კატალიზატორებიც ზედა აქვს. რავი, ყველაფერი ზედა აქვს რა, სტოკი როგორც არის რა. სალონზე მინდა გითხრათ, სალონი იდეალურ მდგომარეობაში არის. თუ გინდა იქიდან მოდი და გაჩვენებ. შავი სალონია, არაფერი განსაკუთრებული, ხის მაკაგონი. CLS-ის სტილში. საჭე, მაგრამ მომწონს, ძალიან მომწონს ეს საჭეები, კომფორტული არის, მინდა გითხრათ. გადამრთველი აქ, რავი, ვინც იცით CLS-ზე პროსტა ინფორმაციას გაწვდით, მაგრამ მაინც მევასება 63-ში, აი აქ შუაში რო აქვს ბართან გადამრთველი. კომფორტულად ზიხარ რა მანქანაში, ხა ვერ იტყვი რომ ორი კაცი რო წინ დაждდება, უკან ვერ დაждდება კიდე ორი კაცი, ანუ ეტევი რა. რავი, კიდე რა გითხრათ ახლა ამ მანქანაზე, ისეთი რავი, მონიტორი, მე ამათი მონიტორები ისე მაგრამ მევასება რა, პროსტა ხალხი ზოგი ამბობს რომ უკვე ძალიან პატარა არისო რა, მაგრამ რავი, მგონია თავისი წლოვანებისთვის და თავისი დროისთვის ძალიან მაგარი არის, რაღაც კნოპკები, თავისი სკამის გაცხელება, გაგრილება არა აქვს სამწუხაროდ. ხო და რავი, ახლა ბევრს თავს არ მოგაბეზრებს რა ამ მანქანით რა. მე განსაკუთრებული ისეთი არა მაქვს, არაფერი ამ მანქანით. მაგრამ თუ გინდა M4-ით მოგაბეზრებთ თავს. ნუ ვიძე მაგარი არის. რავი, ჩემი აზრით მგონი მე უკან ვერ ჩავეტევი ალბათ. თავარია რომ ორი კაცი საკაიფოდ ზიხართ რა და არ შეეხა არაფერი. სალონი საკაიფო. შავი წითელში ძალიან ლამაზი არის. ნაპა. მოდიში. ნაპა. ხო და რავი, საკაიფოდაც იხარ. ასეთ M4-ში მე არასდროს არ უმჯდა რო არ. Convertible-ში. ნახე რა ლამაზად. კაბრიო. ხო და ფრასას M4-ით მივლია. ბევრჯერ რავი, მომწონს რა და კუპე ალბათ უფრო საკაიფო არის და თან კაბრიო ხო ვაფშე რა, რავი. მე მომწონს რა და ეხლა რავი 325 რომ მყავდა 92 კუპე, რავი, მე ძალიან მაგრა ვკაიფობდი. ერთადერთი ის იყო 4 კაცი რო ვიკრიბებოდით, ხუაზე ხარ, უკან ორი ვინც იჯდა, იმენა აი სენდვიჩივით, აი ასე ხუაზე ხარ, სილიოთკასავით. დაკონსერვირებული თევზი რო არის, აი ასე იჯდნენ რა და დაშე ხა ორი კაცი რო ხარ, ძალიან მაგრა კაიფობთ რა. კიდე რა ვიცი, ძალიან მაგარი არის. ფერიც საკაიფო არის, თეთრი არის ხა. ამ კიდე მევასება მე ამათი რა ფერი არის, საჰირო ორენჯი თუ რაღაცა. ეგ ფერიც მაგრამ მევასება ძალიან. და ნუ ясნია მონტე-კარლო ბლუ ხა, M5 F1 რა. აქეთ M550. M550 დადის საკაიფოდ. ამ კანონის გამო ასეთი თავისი სტოკი ბაჩოკებია, ყველაფერი სტოკი აქვს ხა ამ მანქანას. რავი, ამ მანქანაზე თუ არ ვწდები 1-2 მილაპარაკია, მაგრამ კიდე ერთხელ გეტყვით რა. 20-იანი დისკებია, ძალიან ლამაზი, შავი, მაგრამ ეს შავი ფერი არა.
ან მე ვარ ბრმა რაღაც მუქი ხო რა სალონი საკაიფო აქვს სალონი ძალიან მაგარი სალონია ერთადერთი რავი ალბათ მე ამ მანქანაზე იცი რას ვიზავდი წინ დავადებდი რაღაც საკაიფო ტურს ან მე ვარ სოფლელი მაგარი და ასეთ რაღაცებს ვიძახი პროსტო რავი მე მასე ვიზავდი რა წინ დავადებდი რაღაც ანუ ვერს გაივილი ვერსად პირველივე ამაზე დატოვებ ამ ტურს რა და ის მევასება აი ფარები რო არის ახალი MP90 რო არის რა მაგრამ ამისიც ნიჩიო რა ხო არა ნიჩიო რა უხდება რა ეხა და ზოგი რო არის რომ 520-ს რო აწყობს MP90-ში ეგ მართლა არ მევასება საშინლად რავი სტოკი ვიდი კაი აქვს რა და X-Drive არის თან თუ ფორმატიკი არის ფორმატიკი არის ერთი წუთი არ ივასება 530-ებს რო აწყობენ M5-ებზე აი მოცმურად ერთი წამიანი ამას დავბლურო ეს დაიბლურება მაინც ანუ უკან ხომ ანუ აი რავია 400-თან ტრინოლი B turbo ეს დაიბლურება ყველაფერი დაიბლურება ეს არის 63 ნამდვილი გადაწყობილი CLS 220 CDI-ზე ვიზუალურად რო არ დამიჭირონ რა 4 კატალიზატორი მიყენია 3 რეზონატორი ხმას ვაფშე არ უშვებს კაპოტი არ იხდება სამწუხაროდ არ შეიძლება არ იხდება კაპოტი ზავადსკოი მასე მოდის რა ცხვირი უნდა დაშალო კაპოტი რო გაიხსნას რა და აირვასავით ზუსტად ხო ერთი ხო და რავი თავისა 5 და 5 ბიტურბო გაჩერდი არ იღება არას არ იღება რატო ამ 5 რატო არ იღება ანუ ეხა იღებს არ შეიძლება ამის გაღება აწყობილი მასე რომ არ გაიგო ხო და რავი თავის საქმეს აკეთებს ვერ ვარი ხეცი რა ხუაზე ხარ რა და ჭამს ყველაფერს გზაზე ხო და რავი იტოქში დუბაიდან რაც ჩამოვედი ეს ჩვენი პირველი ვიდეო არის მაგამდე ხვდავდი მანქანას მეც ვიხოდებოდი თან მინდა გითხრათ ნუ ეს შეიძლება ზოგმა გადაობით მიიღოთ მაგრამ ინსტაგრამში თუ 100.000 გამომწერზე მივალთ ვინმეს ამ მანქანას გაჩუქებთ რა всё ოღონდ მთავარი არის სადღაც ალიასკაში არიყოთ რა და გაჩუქებთ ამ მანქანას ოღონდ 100.000 გამომწერზე რომ მივალთ ეხლა ვიღაცა რომ დაინტერესდეს რამდენი გამომწერი გყავსო აქედანვე გეტყვით რომ 19.000 გამომწერი მყავს ეხლა ინსტაგრამზე რა და რავი თუ გინდათ ეს მანქანა შეგიძლიათ დამოფოლოვოთ კიდე არ დაგავიწყდეთ რა რომ დალაიქოთ ეს ვიდეო ყველაფერს ამას ჩვენ ვაკეთებთ თქვენთვის თან ეხლა ამ პერიოდში იცით რომ ხალხიც არ გამოდის დიდად იმიტომ რომ კანონი შეიცვალა ზოგს ვერ გამოყავს ზოგს არ გამოყავს ზოგს ეშინია ზოგს ну რავი ბევრი პრობლემები აქვს ხალხსა და რავი ჩემი აზრით ეს კანონი შეიძლება როგორც ადრე მაგრად მოვიხოდები კამანდები მოვალ ეხაც სანამ მოვიხოდებოდით მივწერე ჩემ ერთ-ორ მეგობარს მაგრამ სამწუხაროდ ამ ახალი კანონის გამო ვერ გამოდიან რა და ნუ რა ვქნათ ეხლა რა და ამაზე კიდე რავი მოვადრიფტავებ რა და მაგ დრიფტსაც შემოგთავაზებთ რა რაც შეუძლია გავაკეთებ ეგ არის მეგობარში იყო და 1.63-ის ბოდიკიტი რა ჩამოვიდა ხო და რავი თქვენ კიდე დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი რავი ღირს რა ხოაზე ხარ ასეც საკაიფო რაღაცებს ხვდავთ ჩვენთვის კაიფობთ თქვენგან კიდე არაფერი არ მიდის ლაიქი გამოწერა და თან ინსტაგრამზეც დამოფოლოვეთ რა და ჩვენ კიდე წავედით They'll never take me alive. I'm getting high with my 4-5. Cocked on these suckers, time to die. Even as a youngster, causing ruckus on the back of the bus. I was a fool all through high school, kicking up dust. But now I'm labeled as a troublemaker. Who can you blame? Smoking weed help me take away the pain. So I'm hopeless, rolling down the freeway, swerving. Don't worry, I'm about to crash upon the curb. Cause my bitches love me. Maybe if they tried to understand me,
What should I do? I had to feed my fucking family. What else could I do but be a thug? I'm slanging with the homies, fuck hanging with them phonies in the club. Got my mind on danger. Never been a stranger to homicide. My city's full of gangbangers and drive-bys. Why do we die at an early age? He was so young, but still a victim of the 12 gauge. My memories of a corpse, mind full of sick thoughts, and I ain't going back to court. So fuck what you thought. I'm drinking Hennessy, running from my enemies. Will I let it be 23? There's so much pain. Only got shot once because they found the bullet. The police found it, but now they the cops. Now they doing detective work. They found the bullet. Oh, you found the bullet, huh? They got me mobbing like I'm loped and ready to get my slug on. I load my clip and slip my motherfucking gloves on. I ain't scared to blast on these suckers if they test me. Trust, I got my Glock, cop player if they press me. Bust some motherfuckers with a passion, better duckers. I ain't looking with them. Blasting, I'm a nut and drinking Hennessy and getting high on the lookout for my enemies. Don't wanna die, tell me why. მეგობრებო, ამით ჩვენი ვლოგი მივახლოვდა დასასრულს. მინდა ძალიან მადლობა გითხრათ, ვინც დარჩით ბოლომდე, არ დაგაუწყდეთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და თან მინდა გითხრათ, რომ ხო გითხარით, რომ 1000 გამომწერზე შეიძლება ეს მანქანა ერთ-ერთი ჩვენგანის გახდეს. უკან გიგას M4 მიდგას, ძალიან ლამაზი. გინახიათ ჩემთან ვიდეოებში, ცალკე განხილვას მინდოს ამ მანქანაზე. უკან ისევ M550 არის გას ჩემი CLS-ი და რა მინდა გითხრათ ახლა მეგობრებო, ძალიან ამ კანონის გამო სამწუხაროდ ისეთ ვიდეოებს ვერ ვიღებ, როგორც ჩვენ გვინდა რა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, გავაგზავნებთ ვიდეოების გადაღებას, დავუდებთ თქვენთვის კონტენტს, ძალიან მაგარ კონტენტს. ერთხელ კი მინდოდა ამ მანქანის ტრეკზე შევარდნა, მაგრამ რავი, თუ გამოვა, აუცილებლად შევარდებით ამ მანქანის ტრეკზე, რავი, თქვენს დაწერეთ კომენტარებში გინდა თუ არა ასეთი ვიდეო. მე კი დაგემშვიდობებით მეგობრებო და ეს თავარია. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩემი ინსტაგრამიც გამოიწერეთ. მე კი წავედ.